მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თუ თქვენ გაინტერესებთ დღეს მომხდარი მსოფლიო შოუ ბიზნესური ამბები, სიახლეები მუსიკისა და კინოს ვარსკვლავების შესახებ, მაშინ გთავაზობთ ინფორმატორისა და ლაილაის 12 თებერვლის გამოშვებას. მოდით ჯერ ქართულ სიახლეებს გავეცნოთ, შემდეგ კი უცხოური ამბებიც გავიგოთ. 13 თებერვალს ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით აჭარა Music Hall-ში კომპანია Artimedi შეყვარებულთათვის კონცერტს აწყობს. ინფორმატორი რეპეტიციას დაესწრო. როგორ მოვეფერო, რა თქმა უნდა, მოვეფერები სიმღერით, ჩემი ურთიერთობით. და რა თქმა უნდა, ყველას მინდა მიულოცო ეს თბილი, ლამაზი დღესასწაული, სიყვარულის დღე, შეყვარებულებო, გიყვარდეთ ერთმანეთი ცხოვრების ბოლომდე, ეს აუცილებელია და მეც ყოველთვის რა თქმა უნდა თქვენს გვერდით ვიქნები, ჩემი ურთიერთობით, მე თქვენს ყველა ძალიან მიყვარხართ. თორმეტი მომღერალი ვარ, თუ არ ვწდები, მაგრამ მე მგონი არ ვწდები. თითქმის ყველა არტიმედის მომღერალი და არა მარტო რამდენიმე ჩვენი კოლეგა შემოგვიერთდება და საერთო ჯამში იქნება მხიარულება, კარაოკე, რაც ყველაზე მთავარია. და სერიოზულად ვიმზადები, ძალიან სერიოზული კონცერტია და რაღაცა და ვიმღერებ სიმღერას ჩემთან ერთად. და რა ვიცი, მეტი ყოფილი კარგად იქნება. მეტი ხო რა, იმას დიდ იმას შენთან ვიმღერებ ხარ ესე პონჩია და აქ ქვემოდან ვაფშე სხვა პონჩი მოდის, ხდები? არის თითქმის ყველა მომღერალი შესრულებით დამზადებული ვიდეო ვერსია, კარაოკე და კარაოკეს შემდეგ ესე ვთქვათ შეუძლია ყველას გაერთოს კარგად და ყველა თავის ნაცნობი და საყვარელი სიმღერა შეასრულოს და უკვე სახალისო იქნება ძალიან. ყველას მინდა სიყვარულის დღე მიულოცო, განსაკუთრებით ჩვენს თაყვანისმცემლებს, ჩვენს ფანებს, ჩვენს მსმენელს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოგვეცემათ სამეთში საშუალება, რომ აი აჭარა Music Hall-ში ძალიან მაგარ კლუბში მიულოცო ჩვენს თაყვანისმცემლებს ეს დღესასწაული ძალიან ბევრი ლამაზი სიმღერით. მიულოცავ ყველას სიყვარულის დღეს. რა ვიცი, მართლაც ძალიან ლამაზი საღამო იქნება, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ხვალ საუკეთესო შემსრულებლები იქნებიან. რა ვიცი, ყველას გილოცავთ ვალენტინობას. მოდი ხო? ყველაფერი კარგად. ასებია. თბილისში უკვე 6 წელი არსებობს იარაღის სამჭედლო, რომელშიც სხვადასხვა სახის ქართული იარაღი მზადდება. თარვასკის საგამოფენო დარბაზში ამ სახელოსნოს ერთ-ერთი წევრის კახა ზარნაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მიზანი იყო ორი პერიოდის, საქართველოს ცხოვრების ორი პერიოდის, ბრინჯაოს ხანისა და შემდგომში უკვე რკინის ხანის პერიოდში შექმნილი ორნამენტიკის, ნახჭის და სიმბოლიკის გაცოცხლება თანამედროვეობაში გადმოტანა. საერთოდ ოდითგანვე იარაღის წარმოება იყო ჯერ კიდე ბრინჯაოს პერიოდში საკულტო დატვირთვის მქონე სპეციალობა, რომ მას ხელოსნობას ვერ დაარქმევთ, ეს ცოტა სხვა რანგი არის. თავად ხედავთ, რომ ცივი იარაღი იჭედება შუა საუკუნეების ტექნოლოგიით, მაგრამ მასზე დატანილი არის ბრინჯაოს პერიოდის სიმბოლიკა და ორნამენტიკა.
ჩვენ მოახერხეთ ორი კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთშერწყმა. მე მგონი მოიგო. ფოტოსურათზე გამოფენილი ნიმუშები საქართველოში უკვე აღარ არის. ეს არის წასული ნიმუშები. აქ არის გამოფენილი პუტინის პირად კოლექციაში, რაც არის ის იარაღები, გურამიშვილების საგვარეულო ხმალი, რომელიც ლონდონშია ახლა, არის მანველაძის საგვარეულო ხანჯალი, რამოდენიმე მაღალჩინოსანი ამერიკელი სამხედროს პირად კოლექციაში მყოფი იარაღებია. მე პრინციპში მრჩება ფოტო სამახსოვროდ. ქართული ეროვნული ორნამენტებით გაფორმებული იარაღის სანახავად მისულ საზოგადოებას ქეთი ჭაბუკიანის თექით დამზადებულ ტანსაცმელში ჩაცმული გოგონებიც და ქართველი ხალხი ბოლომდე თექას იყენებდა, ახლა შესაბამისად სხვადასხვა ქსოვილებსაც და ახლა გარდა ამისა ეს 60 მართლა არ იყო, მხოლოდ რაღაცა დასაფარავი ეს მინუს გრადუსებისაგან თქვათ. ანუ იქმნებოდა ზედისეთი ნახატი, რაც თქვათ ის ქმნიდა იმ რაღაც დამცავ აურას, იმ რაღაცა გარეშე პირობებისაგან შეიძლება და ყოფილიყო თქვათ თუნდაც თვალი. ეს ცოტა ისეთი რაღაც საკრალური გამოთვლებით ამოქს მე გაკეთებული, ეს ამაზე ლაპარაკი ცოტა შორს წაგვიყვანს. იარაღი, რომელიც აი მართლა ბოლომდე ქართულ ტოტემურ ხასიათზეა, ანუ კახა ჩემი მეგობარია და ეს კახას იდეა რო იყო, რომ მე ნუ რაღაც ძალიან ქართული რაღაც რო შემექმნა, ანუ მე ისედაც მქონდა, მაგრამ აი ეს გამოფენა უნდა ყოფილიყო აი მართლა ბოლომდე ქართული. დიდი მადლობა ესეთი კახას ჯგუფი რონდო ახალ რიგით მესამე ალბომზე მუშაობს. ალბომში ძველ კარგად ნაცნობ სიმღერებთან ერთად, რა თქმა უნდა, ახალი სიმღერებიც შევა. შესადახარ სადამე კარგე როვეგ ნახა ჩემართალემა იებს ჯუკნია ყველას გარშემო იეპიტოს ოდიეპიტოს იეპი ჩვენ მუშაობთ ახალ სიმღერაზე, უფრო სწორედ არ არის ეს ახალი სიმღერა, ეს არის ძველი სიმღერა. რონდოს პირველი სიმღერა, თქვენ წარმოიდგინეთ, რომელიც 9 წლის წინ აჟღერდა და ახლა ვაკეთებთ ამას ახალი ინტერპრეტაციით. ეს არის მან არაბიძის სიმღერა იები. იებმა და ვარდღვავილებმა შესადახარ სადამე კარგე რომ ვერ ნახა ჩემა თვალებმა სადახარ სადამე კარგე რომ ვერ ნახა ჩემა თვალებმა ძალიან გვიყვარს ოთხივეს, ძალიან კარგი სიმღერა, თბილი სიმღერა და დიდი ხანია გვინდა რომ ამის ჩანაწერი გავაკეთოთ და აი დღეს ხორცი ესხმება ჩვენ სურვილს. ჩვენთვის ატომაც არის ძალიან ნოსტალგიური. ლიზიმ აღნიშნა, რომ რონდოში რეპერტუარში ფაქტობრივად პირველი სიმღერა და რაღაც ბავშვური ემოციები მოდის და ძალიან მიხარია. ბოლოს გავაცოცხლეთ. მემზადებით მესამე ალბომისთვის და იწერება ახალი ალბომი. და რა ვიცი, მუშაობთ ძალიან სერიოზულად, ძალიან დიდი პასუხისგებლობით, ძალიან დიდი მონდომებით და ნახოთ რა გამოვა. მინდა ერთი რამ დავუმატო, რომ ამ სიმღერას ვასრულებდი ჩვენ სოსო პავლიაშვილთან ერთად, როდესაც ტარდებოდა მისი ტურნეები აქ საქართველოში. კარგი ხანია ეს არანჟი მზად არის ფაქტიურად და მუშაობის პროცესში არის, ასე რომ თქვა სიმღერა, მაგრამ დასრულებულ სახეს რომ მიიღებს, მე უკვე ვიტყვით საბოლოოდ რა იქნება, მაგრამ მე მგონია რომ კარგი გამოვა. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.